იცით მაღალი ალბათობით, მაგრამ მე შეგახსენებთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსია დაკავებული. გენერალურმა პროკურორმა გვამცნო, რომ ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქთამის აღებაშია დადანაშაულებული და მას თუ არ ვცდები და არ ვცდები 11-დან 15 წლამდე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რასაკვირველია 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გენერალურმა პროკურორმა გვამცნო ისიც, რომ კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება დე-ფაქტო ხელისუფლებისა თითქოს თავად უშუალოდ გენერალური პროკურორი ალბათ კი არა არ ვიცი ასე გეტყვით. მაგრამ თავად საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ცალკეული გადარჩენილი პირები, მოცემულ ეტაპზე გადარჩენილი პირები თითქოს არ იყვნენ კორუმპირებულები მაღალი ალბათობით, თითქოს ისეთ ან დაახლოებით ისეთ დანაშაულს არ ჩადიოდნენ, როგორ დანაშაულშიც, რა დანაშაულშიც ედავება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, ქართული ოცნება, რუსული ოცნება, სწორედაც რომ გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე ეპიზოდი გამოჰყო გენერალურმა პროკურორმა, კერძოდ ერთ შემთხვევაში $1,000,000 ქთამის აღება, მიქაუტაძის ეკონომიკის მინისტრი რო იყო იმის შუამავლობით, მერე იქ იყო რაღაც $1,900,000 თუ არ ვცდები, მერე $1,350,000 თუ არ ვცდებით $20 და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ბრალდება იყო ამგვარი, რომ არსებობდა კოლ-ცენტრები, რომლებსაც მფარველობდა გრიგოლ ლილუაშვილი და ეს კოლ-ცენტრები, ამ კოლ-ცენტრებიდან ნაწილი ვიზიტელი თურმე აფინანსებდნენ ნაწილი აფინანსებდა ოპოზიციურ მედიას და არ აშუქებდა ეს ოპოზიციური მედია, კრიტიკული მედია. საერთოდ რა სიტყვა ეს ოპოზიციური მედია, ხო ეს კითხვეს, მაგრამ მაინც კრიტიკული მედია არ აშუქებდა იმ კოლ-ცენტრების საქმიანობას, რომელსაც მფარველობდა გრიგოლ ლილუაშვილი. მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ რას გულისხმობს, როგორ გულისხმობს და რატომ გულისხმობს ბატონი გენერალური პროკურორი. მთავარი მაინც აქ პოლიტიკური შემადგენელია, ცხადია არავინ არ იცავს ახლა გრიგოლ ლილუაშვილს, მთავარი პოლიტიკური შემადგენელია რომლის თანახმადაც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ამ კლანმა და დავარქვათ ამას ერთ წუთს ირაკლი კობახიძის კლანი საბოლოო რევანში აიღო კლანზე, რომელსაც დავარქვათ ღარიბაშვილის კლანი დაწინაურდა, კი არა, საბოლოოდ და კარგადაც მოაჯდა ქვეყანას ირაკლი კობახიძე. მან იცით თქვენ რომ პრაქტიკულად კუთხეში მიაყენა და $1,000,000 გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს, საპატიმროში არ დატოვეს, უფრო ზუსტი რო იყო პრემიერად წოდებული მაშინდელი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ეს ყველაფერი რასაკვირველი არის ბიზინა ივანიშვილთან შეთანხმებით, რომელმაც როგორც ჩანს საბოლოოდ დადო ფსონი, სწორედაც რომ ირაკლი კობახიძეზე და მის გუნდზე, ირაკლი კობახიძეზე, პაპუაშვილზე პარლამენტში და სუსჩიკი მდინარაძეზე და ამით დაადასტურა ბიზინა ივანიშვილმა, რომ გულიდან ამ გულიდანაც ამოიგდო და საერთოდაც ამოიგდო ის პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც არც თუ დიდი ხნის წინ მისი უერთგულესები იყვნენ, როგორც ჩანს, მათ ეს ამგვარი ერთგულება არ დაუფასდათ. ერთი კითხვა მაქვს. თუ ღარიბაშვილი იყო კორუმპირებული, თუ ლილუაშვილი იყო კორუმპირებული, თუ ჯუანშერ ბურჭულაძე იყო კორუმპირებული, თუ რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო კორუმპირებული და ღმერთმა უწყის კიდევ რამდენი კორუმპირებული უნდა გამოვავლინოს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა წინა ამ ფორმაციის, ამ ქართული ოცნების წინა ძალაუფლების კვერთხის წინა მფლობელებიდან რა გამოდის, რომ საქართველოს ოცნება გამოდის, რომ არის კორუმპირებული. ვინმე ეჭვება, რომ ლილუაშვილი იქნებოდა თუ მიქაუტაძე თუ ნებისმიერი სხვა ჯაჭვით იყო გადაბმული რომელიმე პარლამენტართან, რომელიმე მაღალი თანამდებობის სხვა პირთან, რომელიმე იმ პირთან, რომელიც რეალურად ფლობდა ძალაუფლების კვერთხს. მათ შორის ირაკლი კობახიძესთან რომ არიან იმ პირებთანაც კი ასე დამოუკიდებლად მოქმედებდა ლილუაშვილი თუ ღარიბაშვილი, ვინმეს ასე ჰგონია და თუ სამართალია, ამ შემთხვევაში ქართული რუსული ოცნების დღევანდელი ფორმაციის ლიდერები უნდა მიადგნენ არა მხოლოდ წასულებს, ყოფილებს, ერთ შემთხვევაში ღარიბაშვილს და მეორე შემთხვევაში
ბურჭულაძეს და მესამე შემთხვევაში აგერ თლად ლილუაშვილს უერთგულეს ბიზინა ივანიშვილისა არამედ უნდა მიადგნენ. ღიად ვიტყვი. საქართველოს მოქმედ პარლამენტარებსაც, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტშიც იყვნენ. აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეულ იმ პირებს, რომლებიც წინა ღარიბაშვილის დროინდელ მთავრობაშიც იყვნენ. მთავრობაში არა მაინც და მაინც მინისტრებად, არამედ შესაძლოა მინისტრების მოადგილებად, როგორიც იყო ხსენებული უკვე მესამე თუ მეოთხე რომეო მიქაუტაძე. მოკლედ, ბიზინა ივანიშვილმა საბოლოოდ აიღო დიდი მათრახი და ურტყავს საკუთარ ყოფილ თანაგუნდელებს, მაგრამ იხსნის კი ეს ირაკლი კობახიძეს პასუხისმგებლობისაგან დაიხსნის კი. მე მსმენია იმის თაობაზე, რომ ირაკლი კობახიძე უშუალოდ არ არის კორუმპირებული. მაგრამ აი ცალკეული მისი გუნდის ცალკეული წარმომადგენლები გარკვეულ კორუფციულ სქემებში მაღალი ალბათობით რომ არიან გარეულ-მირეულნი. ეს ირაკლი კობახიძეს იმ შემთხვევაშიც კი ის არ არის კორუმპირებული, იხსნის თუ არა პასუხისმგებლობისაგან მაშინ, როდესაც ბიზინა ივანიშვილს ხელში ამოუვა ეს პაჟიკაცი და უკვე შემდგომ იტყვის, რომ ამ პაჟმა მავრმა თავისი საქმე შეასრულა და ახლა მისი განთავისუფლების დროა და რომელიმე გენერალური პროკურორი ეს კონკრეტული ან მისი შემცვლელი არ გამოვა კი პირობითად 2 წლის შემდეგ და იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება გადარჩება ამ 2 წლის განმავლობაში არ გამოვა და კი არ იტყვის, რომ პაპუაშვილმა ლარად თუ ხუთლარად რომ მიიღო მიწა, ესეც კორუფციული სქემა იყო. ისე არ უნდა დავიხატოთ თუ დაიხატოს სოდიზნა არის ალბათ ცუდი. მაგრამ მაინც ისე არ უნდა წარმოაჩინოს ქართულმა ოცნებამ, დღევანდელმა ფორმაციამ, რომ თვითონ ახლა ვაჟიშვილთა და ქალიშვილთა რაღაცა გილდია და აი მონოტების სათავე, გარდა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა, იყო მისივე წარმომადგენლები, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი და სხვები, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას და თუ ამაზე ვლაპარაკობთ, არის თუ არა ეს სისტემური დანაშაული, პარტიის დანაშაული. ასე არ არის, რომ პარტიის ერთი ჯგუფი მიდის, მეორე ჯგუფი მოდის სათავეში ხელისუფლებაში, უშუალოდ პარტიაში და ასე შემდეგ და მეორე ჯგუფი პასუხისმგებლობას უნდა იხსნიდეს წინა მართველი ჯგუფისაგან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც უშუალოდ ბიზინა ივანიშვილის კოლგის და ქართული ოცნების კოლგისა თუ ანტურაჟის ქვეშ კეთდება ესეც ფაქტი. ამიტომ თუ ამ ხელისუფლების წინა მართველი ჯგუფი იყო კორუმპირებული, ეს პარტიის დანაშაულია. ეს ხელისუფლების ამ ქართულ ოცნებად სახელდებული ხელისუფლების დანაშაულია და არ იძლევა გარანტიას, რომ ახალი ფორმაციის ჯგუფი, დინარაძე იქნება კობახიძე თუ სხვა რომელიმე, არ იქნება ისეთივე კორუმპირებული გარკვეული პერიოდის შემდეგ. და შესაბამისად ეს ყველაფერი არის დანაშაული ბიზინა ივანიშვილისა, რომელმაც დაგვასვა ქართული ოცნება თავზე და შესანიშნავად იცის თავადაც ბრწყინვალედ უწყის, რომ თავად რომ არ იყოს უშუალოდ ივანიშვილი. ესენი შარშანდელი თოვლივით გაქრებოდნენ, ვერაფერს გააკეთებდნენ, ვერც არჩევნებში, მათ შორის გაყალბებულ არჩევნებშიც კი ვერ გაიმარჯვებდნენ სუნთქვა ივანიშვილისა მათი ზურგს უკრიდან, რომ არ ისმოდეს და აჩრდილი ივანიშვილისა, რომ არ დაძრწოდეს კაბინეტიდან კაბინეტში. რატომ იყო ლილუაშვილი კორუმპირებული მეთქი? ამას ვერ გითხავთ, კი არა, ვერ ვიტყვი. მათ შორის იმიტომ იყო, თუ მაინც და მაინც პასუხია გასაცემი, რომ ის ვერ გრძნობდა, ფული არ ქონდა, შემოსავალი არ ქონდა, ეს გასაგებია. მაგრამ ვერ გრძნობდა, რომ ივანიშვილის რეჟიმი გაჩერდებოდა დიდხანს. და შესაბამისად ის თუ კორუმპირებული იყო და ეს დაამტკიცოს სასამართლომ და მრუსიძის სასამართლომ დაამტკიცოს, რომელსაც არავინ არ ევენდობით და არც ლილუაშვილი არ ენდობა, ეგრა მაგის პასუხია, თუ კორუმპირებული იყო მაინც და მაინც, ის შესანიშნავად ხვდებოდა, რომ ქართული ოცნება მაინც დროებით იმმართველობაა და იმ მომენტში ფულის მოპარვას, ფულის მოკუჩებას, რაღაც გარკვეული კაპიტალის შექმნას ცდილობდა, რომ უკვე შემდგომ გადარჩენილიყო. კიდეც ვერ გადარჩა, ხო, გასაკვირველია, მაგრამ გადარჩება კი მამუკა მდინარაძე? არა, იმისკენ არ მიმყავს საუბარი, რომ მამუკა მდინარაძე კორუმპირებულია, თუმცა არც გამოვრიცხავ, მაგრამ მამუკა მდინარაძეს ჩადის უარეს, ვიდრე კორუმპირებულობაა. მამუკა მდინარაძე რუსობს. აი ესეთი უცნაური განცხადება უნდა გავაკეთოთ. დიახ, რუსობს მამუკა მდინარაძე, ის ქვეყანას ღალატობს. კორუმპირებული ლილუაშვილის ერთ-ერთი დამკავებელი
მუკამდინარაძე და საერთოდ ეს პოლიტიკური გუნდი, რომელიც ახლა საქართველოს თავზე მოსჯდომია. ამიტომ მე არ გამოვიწყავ 2-3 წელიწადში, მით უფრო ახალი და სხვა ხელისუფლების პირობებში გენერალური პროკურორი ვინმე სხვა გამოვა და იტყვის, რომ პაპუაშვილი თუ მდინარაძე თუ კობახიძე და სხვები და სხვები რამიშვილობა ვის დავასახელებ დეპუტატები მათ შორის არიან კორუმპირებულები ერთის მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ კორუმპირებულობას ვინ ჩივისო ახალი გენერალური პროკურორი იტყვის უთუოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ რომ ესენი კორუმპირებულობას ვინ ჩივის და ესენი სამშობლოს ხალათშიც კი არიან ბრალდებულნიო თუ გნებავთ ვიტყვი ასე. სხვათა შორის ბიზინა ივანიშვილის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ბიზინა ივანიშვილთან ურთიერთობის დაალაგებას სცადა მირაკლი ღარიბაშვილმა რომელიც ახლა არ არის საპატიმროში ლილუაშვილთან ერთად არც თუ დიდი ხნის წინ, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით აბასთუმნის უღრანებში გამაგრებულმა ბიზინა ივანიშვილმა არც ერთი გაიკარა და არც მეორე მცდელობა კი ორივეს ჰქონდა დამოუკიდებლად ერთად და მათ უნდოდათ რომ ბიზინა ივანიშვილისთვის შეეთავაზებინათ დაახლოებით შემდეგი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით რომ ჩვენ არ დაგვადანაშაულოთ და ვიქნებით ასე მაგალითად შევქმნით ახალ ოპოზიციურ პარტიას და ასე შემდეგ ოპოზიციურ პარტიად წოდებულს და აი ჩვენით გადააბალანსე კობახიძის ჯგუფიო ეს სიმართლე გითხრათ უფრო იმ პერიოდამდეა იმ მომენტამდეა ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს აუყენებდნენ ბრალს და მერე უკვე ჩაატარინებდნენ 1 მილიონ ლარს უკაცრავად რატომ არის დაჭერილი ლილუაშვილი რაღაცა გარკვეული და მნიშვნელოვანი თანხის კორუფციულ სქემაზე და რატომ არ არის დაკავშირებული კი არა დაჭერილი ირაკლი ღარიბაშვილი და სულ რაღაც მილიონ ლარად რატომ დაუძრა მოცემულ ეტაპზე მართლმსაჯულებას იმიტომ ხო არა რომ ფული უნდა ჩამოიტანოს და მე გეტყვით რომ იმიტომ სწორედაც რომ ფული უნდა ჩამოიტანოს და ფულის ჩამოტანაზე გამახსენდა და ამით ამოვწუროთ სხვას გავასახელოთ გვარები დავასახელოთ გენერალური პროკურორის გასაგონად გვარები დავასახელებ მერის ხელმძღვანელს დედაქალაქისა ფული ჩამოსატანი აქვს თუ არა კახა კალაძეს გულისხმობ არჩეულ მერს მესამედ არჩეულ მერს აქვს თუ არა ჩამოსატანი ფული ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კი გავანებოთ კახა კალაძის თავი როდესაც ოპოზიციური მედია ამბობდა ლილუაშვილზე იქნებოდა თუ ღარიბაშვილზე თუ მიქაუტაძეზე თუ ბურჭულაძეზე ოპოზიციური მედია ანუ ჩვენ ვამბობდით რომ ესენი არიან კორუმპირებულები მაშინ ვინ იყო მართალი ვინ აღმოჩნდა რომ მართალი იყო ჩვენ თუ მაშინდელი ხელისუფლება რომელიც ამბობდა და ხელსაფარებდა და ამბობდა რომ იცი რა არის ასე ხელაღებით ამათი კორუფციაში დადანაშაულება არ შეიძლება ანუ ჩვენ მაშინ მართლები თუ ვიყავით ახლაც მართლები შეიძლება რომ ვიყოთ როდესაც ვიშვერთ ხელს ასე მაგალითად კალაძისაკენ ამ თემაზე კომენტარები გაკეთდება დღის განმავლობაში მე სხვა თემებზე მინდოდა საუბარი რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მოსაზრებით მათ შორის იმაზე აი ესენი რომ ბაქი ბუქობენ და ამბობენ რომ საქართველოს დაკავშირებადობის ქვეყანაა და აღარ ახსენებენ ამ დიპლომატთა კონფერენციაზე ერთი სიტყვაც არ უთქვამთ იმაზე რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი უნდა იყოს საქართველოს ნატოს წევრი უნდა იყოს და ასე შემდეგ ამაზე მინდოდა ლაპარაკი მე ასევე უკრაინაზე და ცალკეულ მნიშვნელოვან საკითხებზე მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ლილუაშვილი რომ დაიჭირეს მეორე მხრივ აბა რა არის ხეხავს ლილუაშვილი ციხეს 15 წლის განმავლობაში თუ ესენი დარჩნენ მაგრამ რომ არ დარჩნენ ამ შემთხვევაში გგონიათ რომ არ ხეხავს